თავდაპირველად დავიწყოთ სწორედ საკაოქოს სასამართლოს ხდომათა დარბაზში განვითარებული მოვლენებით 6-ვე ბრალდებული, რომლებიც დღეს საკაოქოს სასამართლოს ხდომათა დარბაზში უმძიმესი ბრალდებით იყვნენ წარმოდგენილები, მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ, რა თქმა უნდა, დღევანდელ პროცესს და ხმაური და დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკაოქოს სასამართლოს მოსამართლემ 6-ვე ბრალდებულს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, როგორც ჩანს, ოჯახის წევრებისთვის მიუღებელი იყო, ისინი ეუოდებოდნენ, რომ 6-ვე ბრალდებულის ხდომათა დარბაზს დატოვებდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები საკმარისი გახდა მოსამართლისთვის, რომ 6-ვე ბრალდებული, რომლებსაც სახელმწიფო ბრალდება არაადამიანურ მოპყრობას ედავება, პატიმრობაში გაეშვა და 6-ვე პირს, სკოლის მოსწავლეებს 10 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. შაბათის ეთერის მიერ რამდენიმე თვის წინ მოპოვებული ამ სისხლის სამართლის საქმეები ნამდვილად არის ძალიან მძიმე, როგორც ირკვევა 15 წლის მოზარდი არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა დაიბარეს დედაქალაქში ერთ-ერთ მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში, სადაც ის მუხლებზე დააყენეს, დააჩოქეს, ცივი იარაღით დასერეს და შემდგომ ეს ვიდეო კადრები, რომლებიც ერთ-ერთმა დაჯგუფების წევრმა გადაიღო, სოციალურ ქსელში გაავრცელეს და სწორედ ამის შემდგომ დაიწყო გამოძიება და შესაბამისად ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა არაფორმალური დაჯგუფების 9 პირი დააკავეს. აქედან 6 არის სკოლის მოსწავლე, რომელთა პროცესის რამდენიმე წუთის წინ გაიმართა საკაოქოს სასამართლოში და როგორც უკვე გითხარით, 6-ვე ბრალდებულ სკოლის მოსწავლეებს 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ. საკაოქოს სასამართლოს მოსამართლის ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ ბრალდებული სკოლის მოსწავლეების უფლებადამცველები, რადგან ამბობენ, რომ მათ ასეთი დანაშაული არ ჩაუდენიან, ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, თუმცა ცემას და არაადამიანურ მოპყრობას არც ერთი არასრულწლოვანი არ აღიარებს. შესაბამისად, უფლებადამცველები ამბობენ, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრდება შემდეგ ინსტანციაში. ჩემი აზრით ეს გამოყენებული სასჯელი არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ კი შეიძლება ბავშვმა რაღაც დააშავოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თუნდაც 6 წელი ბავშვის სასჯელი აღსრულების დაწესებულებაში მოთავსება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ჩვენ ვართმევთ მომავალს. Ფიქრობ, მიზანშეწონილია მიღებული გადაწყვეტილება იყოს გასაჩივრებული. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი აღიარებს ცემაში მონაწილეობას, ხოლო რაც შეეხება სხვა დანარჩენი გაშიშვლება და ასე შემდეგ ქმედებების განხორციელების დროს ეს ბავშვი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა. ცემის შემდგომ, უბრალოდ ცემის დროს ამ ბავშვმა თქვა, რომ საკმარისიაო და რო არ დაუჯერეს მერე სხვა მისმა მეგობრებმა, ბავშვმა დატოვა ტერიტორია. ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს 9 პირი ყართ დაკავებული, თუმცა საქმე იყო გამოყოფილი, რადგან ამ საქმეში არასრულწლოვანებთან ერთად სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, მათი დაჯგუფების წევრებიც არიან დაკავებულები, რომელთა პროცესიც 25 დეკემბერს გაიმართა და 3-ვე მათგანს, უпростоრეთ 4 მათგანს 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი მხოლოდ არასრულწლოვნების პროცესი იყო საკაოქო სასამართლოში, ამათაც კი 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. ნახოთ, როგორი იქნება შემდგომი ინსტანციის გადაწყვეტილება, რადგან ყველა უფლებადამცველი, რომლებიც ამ საქმეში არიან, ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.